პირველი სამედიცინო რადიო ყოველ 4 შაბათს 18 საათზე წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემას ავერსის კლინიკა გისმენთ. გამოცდილი ექიმების გუნდი გიპასუხებენ თქვენს ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ავერსის კლინიკა გისმენთ. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, მოგესალმებით ძვირფას მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო მედეფემ 103, მე ვარ ეთერი პაპიაშვილი, ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. დღეიდან ყოველ 4 შაბათს 18 საათზე რადიო მედეფემ 103 მსმენელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რჩევები ავერსის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმებისგან გადაცემაში ავერსის კლინიკა გისმენთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი ბატონი დიმიტრი ჯორბენაძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ მომსახურებების შესახებ, რომელსაც ავერსის კლინიკას თავაზობს პაციენტებს. მე აქ მინდა გამოვაცხადო ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი 242 103. მსმენელს შეუძლიათ არეკოს და ღია ეთერში დაუსვას კითხვა ბატონ დიმიტრის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ დიმიტრი გადაცემაში სტუმრობისთვის და დავსვავ პირველ კითხვას. რა მომსახურებების მიღება შეუძლიათ ავერსის კლინიკაში მოსულ პაციენტებს, რას თავაზობთ? მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. ავერსის კლინიკა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც მოსახლეობას ფართო პროფილის მომსახურებას თავაზობს, როგორც ამბულატორიული მომსახურებით, ასევე სტაციონარული მომსახურებით. ამბულატორიული მომსახურება პრაქტიკულად მოიცავს სრულ სპექტრს დახმარებისა, დაწყებული ოჯახის ექიმის კონსულტაციით, დამთავრებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით. ანუ პრაქტიკულად ეს არის სრული სპექტრი ამბულატორიული გამოკვლევების, მძლავრი დიაგნოსტიკური ბლოკი, მძლავრი ლაბორატორია და ექიმთა გუნდი, რომელიც კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ პაციენტებს. ასევე ეს არის საკმაოდ მძლავრი სტაციონარი, რომელიც თავაზობს ოპერაციულ მკურნალობას ყველა პროფილით. ეს არის გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, ანგიოქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია და პრაქტიკულად ყველა ნეიროქირურგია და ყველა დარგი არის განვითარებული ჩვენთან, რეანიმაციული დახმარება. დიახ, და უფრო კონკრეტულად თითოეულის შესახებ უფრო ფართოდ რომ ვისაუბროთ, როგორც ვიცით, სტომატოლოგიის განხრით გაქვთ ინოვაცია სიახლე, რომელსაც თავაზობთ პაციენტებს, არის ახალი ცერეკის აპარატი გაქვთ შეძენილი, როგორც ვიცით, ახალი ჩამოტანილი არის და იქნება ამის შესახებ გვიამბოთ. ყოფილად მოვახსენებ თითოეულ სერვისზე. დავიწყოთ ბატონო ცერეკის აპარატით, ეს არის სტომატოლოგიაში ახალი სიტყვა, სულ რამდენიმე წელია, რაც დასავლეთ ევროპაში დაინერგაეს. ეს არის თანამედროვე რობოტოტექნიკის გამოყენება სტომატოლოგიურ მკურნალობაში, რომლის დროსაც მარტივად რო ავხსნათ, რას მოიცავს ეს არის რამოდენიმე აპარატი, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული ქსელით. პირველ რიგში ხდება დაზიანებული კბილის სკანირება სპეციალური სკანერის გამოყენებით. ამ სკანერისგან მიღებული ინფორმაცია გადაეცემა კომპიუტერს, რომელიც ამუშავებს ამას და ღებულობს 3D გამოსახულებას მისას, მის რეკონსტრუქციულ გამოსახულებას, რომელიც ასე დამუშავების შემდეგ გადაეცემა ჩარხს, პერფიზიულ ჩარხებს და ეს ჩარხები უკვე ამზადებენ სპეციალურ ჩანართებს, გვირგვინებს და ყველაფერს, რაც საჭირო არის კბილის რესტავრაციისთვის. გამოკვლე და დამზადება ამ ჩანართების ხდება ისეთი სიზუსტით, რომლის დამზადებაც ხელით შეუძლებელია, 25 მიკრონის სიზუსტით ხდება და ამის შემდეგ უკვე ექიმი ასრულებს ამ პროცედურას პაციენტთან და შესაბამისად ხებულებთ უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიურ დახმარებას იმას, რასაც დღეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უზევენ. ეს არის თანამედროვე აპარატი, კატკამ სისტემა და საკმაოდ ძვირად ღირებული
ტექნოლოგია და საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო ჩვენს მიერ, თუმცა ფასები ჩვეულებრივი მკურნალობისგან და ჩვეულებრივი მეთოდი მკურნალობისგან დიდად არ განსხვავდება და ამიტომ ძალიან ხელმისაწვდომია პაციენტისთვის. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და რადგან სტომატოლოგიის ვახებით, სტომატოლოგია მარიცის დღე და ღამე. იქნებ ვთქვა რა სამუშაო დღის პერიოდში შეუძლიათ მოსვლა პაციენტებს ან დღის განმავლობაში როდის შეუძლიათ ზოგადად კლინიკა მაქსიმალურად თავიდან გახსნის დღიდან 2008 წლიდან, როდესაც კლინიკა გაიხსნა, კლინიკა მორგებული არის მაქსიმალურად ადამიანის მუშაობს დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, შაბათ-კვირას 10-დან 7 საათამდე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ სრული პერიოდი, როდესაც ადამიანს თქვათ იგივე სამსახურის შედეგად ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში, როცა აქვს საშუალება, რომ მომართოს კლინიკას. ვცდილობთ, რომ პაციენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია მაქსიმალურად, რომ უმჯობესია მოგმართონ წინასწარი ჩაწერის ტელეფონ ნომერს, ეს არის 2500 700. ეს არის ცხელი ხაზი, ავერსის კლინიკის ცხელი ხაზი. საკმაოდ დიდია რიგები და უმჯობესია დროის დაზოგვის მიზნით პაციენტებმა ჯერდარებონ ამ ნომერზე ჩაეწერონ ექიმთან, ნებისმიერთან და ამის შემდეგ უკვე ზუსტად შეძლებენ იმ დროზე მისვლას კლინიკაში. კლინიკას აქვს უფასო ფართო ავტოსადგომი და ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელი აქედან გამომდინარე ეს კომფორტიც გარანტირებულია პაციენტისთვის. ეს ქალაქის ცენტრში მდებარეობს კლინიკა ვაჟა-ფშაველას 27B შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომფორტული გარემო და პროფესიონალიზმზე რომ ვისაუბროთ, თქვენ თქვით ნებისმიერ ექიმთან შეიძლება ჩაიწერო მიღებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კვალიფიკაცია, ვინ მუშაობენ თქვენთან რადიო სპეციალისტები. ჩვენ როდესაც გადავწყვეტეთ რომ ავერს თავისი კლინიკების ქსელი გაეკეთებინა, ჯერ კიდევ 2006 წელს ბატონ ბაატასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რამოდენიმე სტრატეგიული საკითხი დაიგეგმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო კადრების შერჩევის მეთოდოლოგია. მაშინ გადაწყდა, რომ ავერსის კლინიკა უნდა ყოფილიყო მაღალი დონის, კარგად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულება, არ არსებობს თანამედროვე აპარატურა მაღალკვალიფიციური ექიმების გარეშე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო მაღალი დონის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები და ამ ექიმებისთვის უნდა მიგეცეს საშუალება, რომ მათ საშუალება ქონოდათ განვითარებულიყვნენ, ესწავლათ, ტრენინგი გაევლოთ და ამაღლებინათ მუდმივად კვალიფიკაცია, უცხოეთი სამედიცინო განათლების ციკლში ყოფილიყვნენ ჩართულები. შესაბამისად, კადრების შერჩევა მოხდა ტესტირების გზით, მივიღეთ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც მოტივირებულები იყვნენ სწავლაზე, ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რამდენად სად ჰქონდათ ეს განათლება მიღებული, რა კვალიფიკაცია, რა ტრენინგები ჰქონდათ გაუგები უცხოეთში და ამასთან ერთად იცოდათ თუ არა ამა თუ იმ ექიმმა უცხო ენა, რომ შემდგომში მას შეიძლებოდა სწავლის გაგრძელება, ტრენინგის და კვალიფიკაციის დახვეწა. ამ მეთოდოლოგიით შევარჩიეთ ექიმები და ძალიან მოხარული ვარ და ვამაყობ იმითი, რომ დღეს ავერსის კლინიკაში, როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ ახალგაზრდა ექიმების მიღებაზე 2008 წელს, დღეს აი ჩვენ თვალწინს რაღაც 6 წელიწადში ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ, ისინი როცა მოვიდნენ, მაგრამ იმდენად აიმაღლეს, იმდენად დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება მიიღეს და უცხოურ კლინიკაში სტაჟირებებით, სწავლებით, მუდმივი მათი მონდომებით, რომ დღეს ავერსის კლინიკა დაკომპლექტებულია საუკეთესო კადრებით. დიმიტრი, ასევე თქვენ გაქვთ ლაბორატორიული კვლევითი ფილიალებიც ბაზა გაქვთ, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული თუნდაც იმ ახალი მეთოდით, რომელიც ახლა ხან დაინერგა იოდით მკურნალობა და თუ შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ ფილიალების შესახებ კვლევითი ლაბორატორიის. კი ბატონო, დავიწყებ ლაბორატორიით. ლაბორატორია მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა
ამიერკავკასიაში შეიძლება ვთქვა, იმიტომ რომ მოგახსენებთ რატო ვაკეთებთ ამბიციურ განცხადება და რა საუბნობა ეს ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა მედიცინის და მოითხოვს უმაღლეს სიზუსტეს, მოითხოვს საუკეთესო აპარატურას და მოითხოვს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმებს. მაგრამ ყველაფერი ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ზუსტი ანალიზი გააკეთო და ზუსტი პასუხი გასცე. ამისათვის საჭიროა ძალიან სწორად დაგეგმილი და ძალიან სწორი მენეჯმენტი თვითონ ლაბორატორიის შიგნით. ჩვენ როდესაც ძალიან აქცენტი თავიდან ზოგადად მთელ კლინიკაში როგორც ლაბორატორიაში ავიღოთ იმაზე, რომ დაყოფილიყო საუკეთესო ბოლო მოდელის აღჭურვილობა. პარალელურად შევერჩიეთ საუკეთესო კადრები და დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ყოფილიყო ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აწყობილი. ლაბორატორიაში ხარისხის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და საკმაოდ რთულია ამის გაკეთება. შესაბამისად, არსებობს რამოდენიმე სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის, როგორც გარე კონტროლის, ასე შიდა კონტროლის და პირველ რიგში დავიწყეთ აიმითი. იყო შიდა კონტროლის მექანიზმები, შემდეგ გავაფორმეთ რამოდენიმე რეფერალ ლაბორატორიასთან, უცხოურ გერმანულ ლაბორატორიასთან გვაქვს კონკრეტულად ხელშეკრულება. ეს არის ლაბორატორია, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სხვა ლაბორატორიების კონტროლი, გარე კონტროლი ქვია ამას და მათგან წელიწადში რამოდენიმეჯერ ყველა ტესტზე ვხებულობ დადასტურებას იმისა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები არის ზუსტი. პარალელურად შარშან დავიწყეთ პროცესი და შარშანად დავასრულეთ, ეს იყო ISO სერტიფიცირების პროცესი, ISO სერტიფიცირება გაიარა მთელმა კლინიკამ და წელს გაზაფხულზე საკმაოდ მძიმე შრომა გავწიეთ, რომ გაგვეულო უკვე ISO სერტიფიცირების მეორე ეტაპი, ეს არის უკვე უშუალოდ ლაბორატორიის აკრედიტაცია და ეს პროცესიც საკმაოდ მძიმე შრომის ფონზე დავასრულეთ. მე გავხდით რამოდენიმე თვის წინ ამერიკაში და ესეთი დასავლეთში, მასში ევროპაში ეს არის ISO სერტიფიცირების პროცესი, ამერიკაში არის GSI სერტიფიცირების პროცესი და აი ამ პროცესს ექიმები ეძახიან ერთგულიან ჯოჯოხეთს. მართლაც ძალიან დიდი შრომა და ძალიან რთულია ამის მიღწევა და ჩვენ დასაბედნიეროდ მივიღეთ როგორც ISO სერტიფიკატი, ასევე აკრედიტაციას გავიარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ავერსის კლინიკის ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა არის ზუსტი და არავის სოფლიოში არ აქვს უფლება თქვას, რომ თქვათ ავერსის კლინიკაზე უკეთესად ატარებს გამოკვლევას. შეიძლება თქვას, რომ კარგად ატარებს, საუკეთესოდ ატარებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უმაღლესი სტანდარტი გაჭერილი ან თამამით შეიძლება ითქვას, რომ ავერსის კლინიკის ლაბორატორია არის საერთაშორისო დონის ლაბორატორია. ჩვენს მსმენელს მე კიდევ შევახსენებ ავერსის კლინიკის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერს, ეს არის 200-500-700, 200-500-700, შეუძლიათ დარეკონ, ჩაეწერონ წინასწარ გამოკვლევებზე. და ვისაუბროთ ფილიალებზე, თქვენ წარმოგახსენეთ ფილიალები ავერსის კლინიკის და ლაბორატორიის ფილიალები არ გახსენებია, სად შეუძლიათ კიდევ ადამიანებს მივიდნენ ამ ფილიალებში? ლაბორატორია, ვინაიდან ასეთი საკმაოდ რთული მექანიზმია, ჩვენ გვაქვს ცენტრალური ლაბორატორია და გვაქვს ლაბორატორიის ფილიალები. ლაბორატორიის ფილიალებში, როგორც ქალაქში, თბილისში გვაქვს რამოდენიმე ფილიალი, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე არის ავერსის კლინიკა, თემქაზე არის ავერსის კლინიკა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ფილიალებში და კიდევ ლილოსა და ლილოსში გვაქვს ფილიალი, სადაც შესაძლებელია ლაბორატორიული მომსახურება მიიღონ პაციენტებმა. აქ ტარდება მხოლოდ ძალიან მცირე გამოკვლევები დანარჩენი სისხლის ნიმუშები იგზავნება ცენტრალურ ლაბორატორიაში და ცენტრალურ ლაბორატორიაში ტარდება კვლევები. ანუ პრაქტიკულად ჩვენს ფილიალში, როგორც თბილისში, ასევე თბილის გარეთ, მარნეულში, რუსთავში, გორში რა გამოკვლევებსაც ვატარებთ, ეს ერთი და იგივე ხარისხის კვლევა ტარდება ყველა ფილიალში, ვინაიდან ცენტრალიზებულად ხდება ამ კვლევა.
კვლევების ჩატარება. ასევე ავერსის კლინიკა ემსახურება მრავალ პროფილურ კლინიკასაც, არა მხოლოდ ავერსის კლინიკებს. სხვა კლინიკებიდანაც ხდება ნიმუშების აღება გამოგზავნა ცენტრალურ ფილიალში, სადაც ტარდება ეს გამოკვლევა და შემდეგ ანალიზის პასუხებს უგზავნით უკან კლინიკებს. დიხანუ ავერსის კლინიკაში მოსულ პაციენტს შეუძლია ყველა მომსახურება მიიღოს ერთ სივრცეში, არ მოუწევს სხვადასხვა ადგილებში გადაადგილება, ასე ვთქვათ, რაიმე ანალიზის პასუხის თუ კვლევის შესატარებლად. და ბატონ დიმიტრი, ასევე ავერსის კლინიკა ამაყობს თავის სხვა აპარატურებითაც, რომელითაც არის აღჭურვილი. იქნება გავუსოთ ხაზი რომელი დიაგნოსტიკურ ბლოკს გაუსმევდი ხაზს პირველ რიგში, ანუ ჩვენ თავიდანვე პოლიტიკა ესეთი იყო, რომ ავერსის კლინიკაში უნდა ყოფილიყო მხოლოდ საუკეთესო, მხოლოდ ბოლო მოდელის და ბოლო თაობის აპარატურა. ჯერ შევიძინეთ მაგალითის ვიტყვი, საწყისად თავიდან შევიძინეთ კომპიუტერული ტომოგრაფი, როდესაც კლინიკა გაიხსნა, ის იყო ერთშრიანი. ამის შემდეგ ძალიან მალე 2 წლის თავზე უკვე საჭირო გახდა აპარატის შეცვლა და 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი დავამონტაჟეთ. შევიძინეთ ერთი მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, შემდეგ მეორე საუკეთესო ფილიპსის ფირმის 1.5 ტესლა და დღეს უკვე დღეს გავაფორმებთ კონტრაქტს და ვიყიდით 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფს. ეს იქნება უკვე მესამე აპარატი, ვინაიდან საკმაოდ დიდია მომართვიანობა და საკმაოდ დიდია რიგები. ამასთან ერთად ყოველ 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ ხდება ეხოსკოპიური აპარატურის განახლება. მედიცინა საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს და არანაკლებ ინვესტიციას მოითხოვს უკვე ამ აპარატურის განახლება. ვინაიდან არა ფიზიკურად, მაგრამ მორალურად უკვე აპარატურა ძველდება და კონკურენციის პირობებში იმისათვის, რომ საუკეთესო სერვისი მიაწოდო მოსახლეობას, ვალდებულად თვლის თავს კლინიკა, რომ მუდმივად განაახლოს და მუდმივად ახალი აპარატურა ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი აპარატურა, რადგან სწორი დიაგნოზი და კვლევა ჩატარდეს. და ავერსის კლინიკაში არსებობს 2 სასტერილიზაციო სივრცე, ასე ვთქვათ. და რატარას გულისხმობს, ანუ ეს 2 სასტერილიზაციო მნიშვნელოვანია მსმენელმა იცოდეს, რამდენად სტერილურად მიმდინარეობს კლინიკაში ესთვის პროცედურა. ნებისმიერი კლინიკის სიამაყე არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, როდესაც სტომატოლოგიაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ინვაზიურ მედიცინაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ოპერაციებზე, რა თქმა უნდა, როგორ არის სასტერილიზაციო ორგანიზებული, ალბათ თქვენ გულისხმობთ 2 სივრცეს, ის არის ტუშკიანი და სუფთა სივრცე, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ სტერილიზაციის პროცესი შეესატყვისება თანამედროვე სტანდარტებს. სტერილიზაციის პროცესში გარდა იმ აპარატურისა, გარდა იმ აღჭურვილობისა და გარდა იმ კვალიფიკაციისა, რამცით მომუშავე პერსონალს გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იცავ მოძრაობას, როგორ მოძრაობს ესა თუ ის ინსტრუმენტი, როგორ გადის ამ სტერილიზაციის პროცესი, ისე რომ არ მოხდეს წუჩხიანი და სუფთა ზონების გადაკვეთა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სრულად არის დაცული ჩვენ კლინიკაში და ამიტომაც ჩვენ არ გვქონია არც ერთი შემთხვევა და არ გვქონია შემთხვევა გართულებების, არ გვქონია შემთხვევა შიდა ჰოსპიტალური ინფექციის, არ გვქონია გართულება ესეთი ბანალური ინფექციური პროცესების გავრცელების და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად განახილოთ ყურადღებას. თქვენ წერან აღნიშნეთ ბირთვული მედიცინა, ეს რადიაციული იოდით მკურნალობა, ეს არის ახალი სიტყვა, რომელიც საქართველოში თანდათან ინერგება და იგიდებს ფეხს, თუმცა ევროპაში ამას უკვე საკმაოდ დიდი საკმაოდ კარგად იყენებენ და საკმაოდ ეფექტურად. ეს არის პალისებრი ჯირკვლის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც რადიაციული იოდი, ანუ იოდის იზოტოპი იოდა 131 გამოიყენება, პაციენტი ღებულობს შესაბამის დოზით ამ პრეპარატს, ყოლდება კლინიკაში რამოდენიმე დღის განმავლობაში. ეს განყოფილება
აღჭურვილია ასევე საუკეთესო აპარატურით და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ იცავ სტანდარტებს, რამდენად უსაფრთხოარი ეს გარშემოყოფთათვის, რამდენად უსაფრთხოა ეს მკურნალობაში ჩართული პაციენტების ოჯახის წევრებისათვის და რა თქმა უნდა პერსონალისთვის. ესეც რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხოლოდ პროექტირების პროცესი ამ განყოფილების და შემდგომ დაახლოებით 1 წელი დაგვჭირდა რომ ამ პროექტის რეალიზაცია გავაკეთებინა, ვინაიდან არის გარკვეული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გარემო იქნას დაცული, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოთხოვნების პარალელურად პაციენტისთვისაც რაც შეიძლება კომფორტული იყოს გარემო. აი ამ ორი რაღაცის შეჯერება საჭიროებდა საკმაოდ რთული პროცესის პროექტირებისა და ჩვენ ამას მივაღწიეთ და ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ მკურნალობა უსაფრთხოა პირველ რიგში პაციენტისთვის, მკურნალობა უსაფრთხოა, ვინაიდან რადიაციულ პრეპარატებს ეხება, მკურნალობა უსაფრთხოა ამ პაციენტის ოჯახის წევრებისთვის, პერსონალისთვის და მკურნალობა მიმდინარეობს ძალიან კომფორტულ პირობებში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი, ჩვენს ეთერში ხლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ავერსის კლინიკა გისმენთ. მოგესალმებით. ძვირფასო მსმენელებო, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი ბატონი დიმიტრი ჯორბენაძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი. ჩვენ ვსაუბრობდით წეგან დიაგნოსტიკაზე, დიაგნოსტიკურ ნაწილზე თქვენს კლინიკაში და თუ შეიძლება კიდევ უფრო განვავრცოთ თემა როგორი დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება შეუძლია თქვენთან მოსულ პაციენტს თავშესაფრთხო ყველა სახის დიაგნოსტიკურ კვლევას თავაზობთ თუ გაქვთ მხოლოდ რაღაც გარკვეული კვლევითი ნაწილები? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ისე, რომ კლინიკაში შემოსულ პაციენტს ეგებება რეგისტრატორი, რომელიც არ არის მხოლოდ რეგისტრატორი, ის არის ექიმი რეგისტრატორი, უმაღლესი განათლების მქონე, უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც პირველ მიმართულებებს აძლევს პაციენტს იმისათვის, რომ მან სწორად აირჩიოს მიმართულება. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებას მომართავს პაციენტი და მას არ შეუძლია განსაზღვროს თუ რა სპეციალისტი ესაჭიროება. ამისათვის არსებობს ექიმი რეგისტრატორი და ამისათვის არსებობს რგოლი, როგორიც არის თერაპევტი, როგორიც არის ოჯახის ექიმი, რომელიც აძლევს მიმართულებას პაციენტს. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოგმართავს და თავად ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ესა თუ ის გამოკვლევა უნდა მას, მაგრამ ეს არ არის კვალიფიციური ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ თქვათ ჩაიტაროს მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, ან თქვათ ეხოსკოპიური კვლევა. მაშინ, როდესაც სავსებით შესაძლებელია მას ესაჭიროება სხვა კვლევა, შესაძლებელია ესაჭიროება უფრო იაფასიანი გამოკვლევა, რაც ზოგავს პაციენტის დროს, ზოგავს პაციენტის თანხებს და ხედან გამომდინარე ზუსტად ის, რომ პაციენტს შეუძლია მიიღოს ყველა სახის სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში, ძალიან დიდი კომფორტია ამ პაციენტისთვის. მას არ უწევს, ჩვენ არ ვიხდება ამ პაციენტის გადამისამართებას სხვაგან. ყველა უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ყველა კვალიფიციური ექიმი და ყველა თანამედროვე აპარატურა იმყოფება ერთ სივრცეში.
რეაბილიტაცია ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ ახლა იმის გამო, რომ ფართი ჯერ კიდევ 2008 წელსივე დავაფუძნეთ ჩვენ ეს განყოფილება, მაგრამ ფართი საკმარისი არ იყო და შემდეგ ეს განყოფილება გავაფართოვეთ. ეხლა იქ ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე და იქ საკმაოდ ფართი გვიჭირავს, თუმცა ეხლა მიმდინარეობს პროექტირების პროცესი და კიდევ უფრო გავაფართოვებთ. ანუ რეაბილიტაცია მოიცავს ფართო სპექტრს. რეაბილიტაცია მოიცავს აუზს, სპეციალურ აუზს, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ლიფტით იმისათვის, რომ მოახერხოთ უნარშეზღუდული გადაადგილების უნარს მოკლებული პაციენტების ჩაყვანა აუზში და მისთვის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შესაბამისი დახმარების აღმოჩენა, რეაბილიტაციის განყოფილება, რომელსაც ქვია აღდგენითი თერაპიის ცენტრი, ესე ეწოდება ჩვენ რეაბილიტაციის სამსახურს, აღჭურვილია თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატურით და აღჭურვილია სავარჯიშო დარბაზით. ამ ეტაპზე ეს სამსახური განკუთვნილია როგორც პაციენტთათვის, ასევე ჯანმრთელი ადამიანებისათვის, რომლებსაც უნდათ და ჭირდებათ ფორმის შენარჩუნება, უნდათ უბრალოდ ვარჯიში. თუმცა ფართი რამოდენიმე თვის გახსნილ კლინიკაში აღმოჩნდა, რომ უკვე აღარ არის საკმარისი და ეხლა მიმდინარეობს მისი გაფართოება. რამოდენიმე თვის წინ გახლდით გამოფენაზე გერმანიაში და ჩვენი ექიმების შეკვეთით კიდევ რამოდენიმე მომწოდებელი შევარჩიეთ და ჩამოგვაქვს სპეციალიზირებული აპარატურა დასამუშავებლად მუხლის სახსრის, იდაყვის, მტევნის, ანუ კოჭვის სახსრის, ეს არის სპეციალიზირებული აპარატურა, რომლის გავსი ჯერობით საქართველოში არ არის და უკვე შეკვეთილი გვაქვს წლის ბოლომდე და მომდევნო წლის პირველ თვეში ყველა ეს შეკვეთა უკვე ჩამოგვივა და დაკომპლექტება სრულად უკვე როგორც ჯანმრთელ პირთა ვარჯიშობისთვის განკუთვნილი აპარატურა, ასევე სპორტული და პოსტოპერაციული რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი აპარატურა და აღჭურვილება, განსაკუთრებით ტრავმატოლოგიური ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო. არ მინდა რაღაც ისე გამოვიდეს ძალიან ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ თავი მოუყაროთ ყველა საჭირო აპარატს, ყველა საჭირო საშუალებას და ყველა კვალიფიციურ ექიმს ერთ სივრცეში, რომ როგორც დიაგნოსტიკაში, როგორც კლინიკაში გვაქვს ჩვენ აწყობილი ეგ სისტემა, რომ პაციენტს არ უწევდეს სხვაგან წასვლა, იგივე გვინდა რომ გავაკეთოთ რეაბილიტაციაში და დღეს საკმაოდ მძლავრია ეს რეაბილიტაცია, არ მინდა ესე წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი გეგმებია მხოლოდ, საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული, თუმცა გვჭირდება გაფართოება და ეს გაფართოების პროცესი და პროცესი დახვეწის, სწავლების მუდმივია და ყოველთვის საჭიროებს რაღაცის შემატებას. მით უმეტეს რომ რეაბილიტაცია, მით უმეტეს სპორტული რეაბილიტაცია საქართველოში არც თუ ისე კარგად იყო განვითარებული და შესაბამისად კადრების მომზადების პროცესი ძალიან რთულია. ისეთი მარტივი, ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა, როგორც არის თქვათ ლიმფოდრენაჟი, რომელიც საჭიროებს მხოლოდ ესეთი მასაჟის საშუალებით პაციენტისთვის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანს, ძალიან აუცილებელს. გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია ჩემო კოლეგებმა, რომ შეარჩიეს გერმანიაში ცენტრი, სადაც რამოდენიმე თვით უნდა გავაგზავნოთ სპეციალისტი, რომელიც გაივლის კვალიფიკაციას აი ლიმფოდრენაჟზე. ეხლა ვართ შერჩევის პროცესში, რომ რაღაც გარკვეული უნარები მას უნდა გააჩნდეს, და უნდა იცოდეს გერმანული ენა, როგორც კი შევარჩევთ, უახლოეს დღეებში უკვე გავაგზავნით ამ სპეციალისტს და კვალიფიციური კადრი გვეყოლება ამ მიმართულებითაც. რა თქმა უნდა.
რომ საქართველოში იქნება შესაძლებლობა გავიაროთ ეს შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი სრულფასოვნად არ მოგვიძლია სრულფასოვნად მაგალითად დამზადების შესაძლებლობა სამწუხაროდ გვერდს არ აქვს და გვექნება ავერსის კლინიკაში და ბატონ დიმიტრი განვავალოთ ახალგაზრდობას და ეკონომიკურ ხარისხს შევეხეთ მithom გვიქით როგორია ფინანსება და საყოველთაო სხვა ფარებს თუ არა თქვენთან ოპერაციის ხარჯებს და ვიდეო გამოფხვრებს და ასე შემდეგ მოსახლეობას ისინი შეუძლია საყოველთაო დასწრების ხარჯზე ასე ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ძალიან საინტერესო და მინდა აღვნიშნო, რომ აი საყოველთაო ჩვენ პირველ რიგში მოსახლეობას მივაწვდი ინფორმაციას, რომ ავერსის კლინიკა ჩართული არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ყველა ის ბენეფიტი, რაც პაციენტს ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შეუძლია მიიღოს ავერსის კლინიკაში. კარდინალურად შეიცვალა სურათი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების შემდეგ და პაციენტთა მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით სტაციონარს შეეხება ესა, ვინაიდან ძალიან ბევრი იყო ის პრობლემატიკა დაგროვილი ადამიანებში, რომელიც საჭიროებდა მკურნალობას, საჭიროებდა ოპერაციულ დახმარებას, თუმცა ფინანსების არქონის გამო ამას ვერ ახერხებდა. დაახლოებით, აი გასულ წელთან შედარებით კლინიკაში მომართვიანობა ამბულატორიულ ნაწილში გაზრდილი არის 30%-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო სტაციონარში პრაქტიკულად 60-70%-ით არის გაზრდილი მომართვიანობა. ალბათ შორს წაგვიყვანს, რომ ვისაუბროთ ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვით რა ეკუთვნის პაციენტს. ეს არის საკმაოდ დიდი ჩამონათვალი, პრაქტიკულად ყველაფერი ეკუთვნის ადამიანს, გარდა რეკონსტრუქციული და პლასტიკური ოპერაციებისა. აქედან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან დიდ სპექტრს მოიცავს და ყველა ამ ბენეფიტის მიღება ავერსის კლინიკაში შესაძლებელია. 100%-ით ფინანსდება გადაუდებელი დახმარება და თანაგადახდით ფინანსდება გეგმიური სამედიცინო დახმარება. ბატონო, კლინიკა გათვლილი არის 30 საწოლზე, 6 რეანიმაციული საწოლია, 31 საწოლია სულ, 26 რეანიმაციული საწოლი და 25 სტაციონარული საწოლი. თუმცა მიუხედავად ვერ ვიტყვი რომ დიდი კლინიკა არის, თუმცა გამტარუნარიანობა ძალიან მაღალია. ვინაიდან მაღალ ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება, თანამედროვე აპარატურის გამოყენება და დამზუგავი მეთოდების გამოყენება მკურნალობაში განაპირობებს საწოლდაყოვნების შემცირებას. საშუალო საწოლდაყოვნება ჩვენს კლინიკაში შეადგენს 1,4 დღეს. ანუ საშუალოდ ერთი პაციენტი კლინიკაში ყოფდება 1,4 დღე. საკმაოდ ესეთი მასშტაბური ოპერაციების შემდეგ მესამე დღეს პაციენტები კლინიკიდან ეძერებიან. აქედან გამომდინარე, კლინიკა თავისუფლად ახერხებს თვის განმავლობაში 300-350 ოპერაციის ჩატარებას. ავერსის კლინიკა გისმენთ. სხვადასხვა მიმართულებები არსებობს სტაციონარში თქვენთან
და თუ შეიძლება ვისაუბროთ ნეიროქირურგიაზე, ენდოსკოპიაზე და ასე შემდეგ. ქირურგიის რამოდენიმე მიმართულებაზე ალბათ გვაქვს საშუალება და დრო ვისაუბროთ. პირველ რიგში გავამახვილებდი ყურადღებას თუნდაც გინეკოლოგიაზე. მე მახსოვს რამოდენიმე წლის წინ გავხდით გერმანიაში, სტუმრად ერთ-ერთ კლინიკაში და ჩემი გაუცება გამოიწვია იმან, რომ კლინიკა რომელსაც წლის განმავლობაში ჰქონდა ჩატარებული 1600 გინეკოლოგიური ოპერაცია, აქედან მხოლოდ 10 იყო ჩატარებული ღია წესით, ანუ დანარჩენი ოპერაცია ჩატარებული იყო ლაპაროსკოპიული მეთოდით. როდესაც დავუბრუნდით ჩვენს კლინიკურ დირექტორთან და ჩვენს გინეკოლოგთან ერთად, ვისაუბრეთ ამ თემაზე, განვიხილეთ ეს თემა და ჩვენმა გინეკოლოგმაც თქვა, რომ ეს შესაძლებელია, ეს მიღწევადია, მაგრამ საჭირო ამისათვის შესაბამისი აპარატურით აღჭურვა კლინიკის. ჩვენს დავიწყეთ ამაზე ზრუნვა და შევიძინეთ ენდოსკოპიური აპარატურა, ლაპაროსკოპიული აპარატურა, რომელითაც ერთ-ერთი საუკეთესო, რაც არის ამ მიმართულებით შტორცი, აღჭურვეთ და დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ არც ერთი ოპერაცია განსაკუთრებული ჩვენების გარეშე არ გაგვეკეთებინა ღია წესით. პრაქტიკულად ამას მივაღწიეთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გინეკოლოგიური ოპერაციები ავერსის კლინიკაში ტარდება ულტრათანამედროვე მეთოდით, თანამედროვე აპარატურით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ჩატარდეს მუცელკვეთის გარეშე. ანუ გაკეთეს ეს ოპერაციები ლაპაროსკოპიული მეთოდით და მის დაგვირგვინება იყო, რომ ბოლო ორი ძალიან დიდი ვერქშოპი გამოჩენილმა ფრანგმა ქირურგებმა ავერსის კლინიკაში ჩაატარეს, რომელიც განკუთვნილი იყო მთელი ამერიკა-კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის რეგიონისთვის. სპეციალისტები ყავდათ ავერსის კლინიკაში მოყვანილი და ჩვენი კლინიკის ბაზაზე ტარდებოდა ეს ვერქშოპი, ჩვენი კლინიკის საოპერაციოში ჩატარდა ოპერაციები და ლაივ სერჯერით გადაეცემოდა ეს და ტრენინგს უტარებდნენ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სპეციალისტებს ჩვენს კლინიკაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იგივე აპარატურის გამოყენება ზოგად ქირურგიაში, ხოლეცისტექტომიაში, სლივ-გასტრექტომიებში, რომელსაც ასევე შესანიშნავი ქირურგები ყავს, რომლებიც აკეთებენ ამ ოპერაციებს. განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია ჩვენი ანგიოლოგიური სამსახური, საკმაოდ ინოვაციური მეთოდები, რომლებიც ინერგება ჩვენს კლინიკაში და ინოვაციური არამედ საქართველოსთვის, არამედ მთლიან რეგიონისთვის მთელი რიგი ოპერაციები, თვითგანშლადი სტენტების იმპლანტაცია, ანევრიზმების ოპერაციები, არაღია მეთოდით, არამედ სტენტირების მეთოდით და ენდოსკოპიური ჩარევით ეს ოპერაციები ტარდება ავერსის კლინიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია ჩვენი ნეიროქირურგია, მთელი რიგი ინოვაციებისა და სიახლეებისა დაინერგა ჩვენს კლინიკაში ამ მიმართულებით და გაკეთდა ისეთი ოპერაციები, რომლებიც არ გაკეთებულა საქართველოში, არ გაკეთებულა რეგიონში ზოგადად. მუშაობენ ჩვენთან როგორც ჩვენი ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება და დაეუფლნენ, იგივე ვთქვათ, კახაკუნთელია ანგიოქირურგი წარმოადგენს მეტრონიქსის ექსპერტს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. იგივე ლაშა ბაქრაძე ჩვენი ნეიროქირურგი ატარებს უნიკალურ ოპერაციებს და მუდმივად ცდილობს, რომ დაიხვეწოს და გაიზარდოს. წევან აღნიშნე გინეკოლოგი მარიკა ჯაფარიძე ასევე ძალიან კარგი და გამორჩეული ექიმია. ასე რომ ჩვენი სტაციონარი საკმაოდ ფართო პროფილით, ფართო სპექტრს მოიცავს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც კი სიახლეა, რაც კი ინოვაცია არის მედიცინაში, ავითვისოთ, დავხვეწოთ და დამოუკიდებლად ჩვენს კლინიკაში. და ოფთალმოლოგიის მიმართულება თუ არსებობს თქვენ დაკავშირებული პრობლემა, ვისაც აწუხებს, შეუძლიათ თუ არა მოვიდეს ავერსის კლინიკაში? დიახ, ოფთალმოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ერთ-ერთი ესეთი კარგად განვითარებული ავერსის კლინიკაში. განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია ის, რომ ოფთალმოლოგია საკმაოდ
ადგილებულ აპარატურას მოითხოვს და ჩვენ გვაქვს საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი, საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული და ტარდება ყველა სახის გამოკვლევა და ასევე ტარდება ოპერაციები გლაუკომაზე, კატარაქტაზე, ყავს რამოდენიმე ქირურგი, რომლებიც ამ ოპერაციებს ატარებენ, როგორც ცენტრალურ კლინიკაში, ასევე ფილიალებში რუსთავში, მარნეულში, გორში ატარებენ ეგრეთ წოდებული უნაკერო ოპერაციებს კატარაქტის. გვაქვს შესაბამისი აპარატურა, როგორც ცენტრალური კლინიკისთვის გვაქვს სტაციონარული აპარატურა და გვაქვს სპეციალური პორტატული აპარატურა, რომელთაც საშუალება არის ეს უნაკერო ოპერაციები ვატაროთ რეგიონებში. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, ბატონ დიმიტრი, და მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც თქვენს კლინიკაში არის, ასევე სხვა კლინიკებისგან განსხვავებით. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მორგებული გარემო. თუ შეიძლება ავღწეროთ, როგორია თქვენთან ეს გარემო და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს გაგაკეთებინათ, იმიტომ რომ ბევრ წამყვან კლინიკაში შევალთ და ნახავთ, რომ არ არის მსგავსი კომფორტი ამ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, როდესაც დავდექი ამ საკითხის წინაშე, როდესაც დავიწყეთ კლინიკის პროექტირებაზე მუშაობა შესაბამის ჯგუფთან, როდესაც დამისვეს შეკითხვა, რომ აი ამას ხო გააკეთებთ, ჩვენ გაუცების თვალსაჩინო იყო, როგორ შეიძლება კლინიკა არ იყოს აღჭურვილი იმისათვის, რომ იქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანმა მიიღოს ნებისმიერი მომსახურება და მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი კაბინეტი. თავისთავად ცხადია, ეს აუცილებელი მოთხოვნა არის და მე თუ მგითხავ, არა მარტო სამედიცინო დაწესებულებისთვის, ნებისმიერი საზოგადოებრივი შენობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა. თავისთავად ცხადია, ჩვენ თავიდანვე გავითვალისწინეთ ეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ არ არის იმისი უზრუნველყოფა, რომ შეზღუდული ადგილების მქონე ადამიანმა შეძლოს ყველა სერვისის მიღება და ყველა სერვისთან მისვლა ხელმისაწვდომი იყოს, ეს მარტივი არ არის. ძალისხმევას მოითხოვს, ოდნავ მეტ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს მე მგონი ყველა სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს და ამის უღულებელყოფა წარმოუდგენელია. ჩვენთან ეს გადაწყვეტილი არის, ორი გზით წყდება ეს არის ან ლიფტით უნდა უზრუნველყო, ან სპეციალური პანდუსით. ჩვენ ლიფტებით გვაქვს ეს უზრუნველყოფილი. ხან ბევრ იმ სასიამოვნო სიახლესთან ერთად, რაც დღეს ჩვენ რადიო მედეფემის მსმენელს ბატონმა დიმიტრი მიაწოდა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვფიქრობ, თუ გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თავისუფლად შეუძლიათ ავერსის კლინიკაში მივიდნენ და სრულად მიიღონ სამედიცინო მომსახურება. და ბატონ დიმიტრი, ჩვენი გადაცემის ბოლოს იქნება გვესაუბროთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელსაც მომავალში აპირებთ, რომ განახორციელოთ. კი ბატონო, მაგაზეც გეტყვით 2-3 სიტყვით, მე ალბათ დროს არ წაგართმევთ ისეთ გეგმებზე, რომელიც უკავშირდება აპარატურის ცვლილებას, ეს ყოველდღიური პროცესია, ყოველდღიურად ხდება სიახლეების დანერგვა, ახალი აპარატურის შეძენა, მაგრამ გვაქვს ისეთი ცოტა გაფართოებული პროექტები, ზოგიერთზე ამ ეტაპზე თავ შევიკავებ საუბრისგან, იმიტომ რომ განხილვის სტადიაშია, თუმცა იანვრის პირველ რიცხვებში ახალი წლის შემდეგ ვიწყებთ მშენებლობას მარნეულში, ვაშენებთ ახალ საავადმყოფოს 90 საწოლზე და თბილისში, ცენტრში, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს პროექტირება და დღე-დღეზე ალბათ დღე-დღეზე გადაწყდება თუ ვის მიცემთ შეკვეთას პროექტირებისას, კონცეფცია ამ ეტაპზე იდეის დონეზე არსებობს, ეს იქნება 450 500 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა, სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრით, როგორც ბავშვებისთვის, ესევე მოზრდილებისთვის, დაწყებული ამბულატორული დახმარებით, დამთავრებული სხიური თერაპიით, ონკოლოგიით, ონკორადიოლოგიით და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად ახალი
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მქონე კლინიკა. გეგმავთ, რომ GSI სტანდარტზე იყოს ორიენტირებული, რომ შემდეგ შევძლოთ GSI სტანდარტის სტანდარტით აკრედიტაციის გავლა და ალბათ სავარაუდოდ გაზაფხულზე ჩვენ დავიწყებთ უკვე მშენებლობას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო დიმიტრი გადაცემაში სტუმრობისათვის საინტერესო საუბრისა და იმ ინფორმაციისთვის რომელიც თქვენ მიაწოდეთ რადიო მსმენელს მე დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს ასევე დავემშვიდობებით ჩვენს რადიო მსმენელს გადაცემის სტუმარი გახდა ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი ბატონი დიმიტრი ჯორბენაძე შეგახსენებთ ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე რადიო მედეფემ 103 ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. მიიღეთ რჩევები თქვენი ჯანმრთელობისთვის ავერსის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმებისგან. მე კი მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. კარგად, ბრძანებოდეთ. ნახვამდის.